Sakalicha mamisata და ისეთ სულისაცრილისა აი ეს დიდი სიყვარული თესოთ ყველგან და უფლის ცნებებს მივზრიოთ, ხო? როგორც გახსოვთ თქვენ სამარიტელის იგავი აი როგორ მოიქცეო მოყვასისადმი ხო მოეკითხება პირდაპირ კი აფასებს აი ამას ისე მოეკეცი იმას ისე ან ამ გვარის ადამიანს ან იმ გვარის ადამიანს ან მეროვნების ან ამეროვნების ან მეზობელს ახლობელს თუ აშორებელს უნათესებს არა ზოგადი გლობალური პრინციპი იგავით პასუხობს ქრისტეს ერთი კაცი იერუსალიმიდან იერიქონს მიდიოდა ხო და ყაჩაღებს ჩაუვარდა ხელში რომელიც მათ გაძარცვეს იგი დაჭრეს და გაიქცეს ის კი ცოცხალ მკვდარი და გახსოვთ ის იგავი ფაქტიურად ფაქტია სულიერი ფაქტი შემთხვევით ერთმა მღვდელმა ჩამოიარა მგზაზე და დაინახა მაგრამ გვერდი აუქცია ასევე ერთმა ლევიტელმაც ჩამოიარა იქვე დაინახა და გვერდი აუქცია მერე ერთმა გზად მიმავალმა სამარიტელმა ჩამოიარა დაინახა და შეებრალა იგი მივიდა ზეთითა და ღვინით მობანა ჭრილობები და შეუხვია თავის სახედან შესვა სასტუმროში მიიყვანა და უპატრონა ხოლო მეორე დღეს გამგზავრებისას ამოიღო 2 დინარი მეფუნდუკეს მისცა და უთხრა მიმიხედა და თუ მეტი დაგეხარჯება აქეთობას გადაგიხდი როგორ გონია ამ სამთაგან ხედავთ როგორ ეკითხება თვითონვე პასუხს აცებინებს ამ სამთაგან რომელი იყო ყაჩაღებისგან გატანჯული კაცის მოყვასიო თვითონ ეკითხება რომ თვითონ შვას ჭეშმარიტება თვითონ მივიდეს ადამიანს უბიძგებს ღვთისდება გადახრის ღვთისდება მოუწოდებს მაგრამ ადამიანმა თვითონ უნდა აღიაროს თვითონ უნდა გააღოს კარი თვითონ უნდა გადაჯგას ნაბიჯი მან მიუგო ის ვინც მოწყალება გამოიჩინა მის მიმართ და უთხრა მას იესომ წადი და შენც ასე მოიქეცი აი ეს არის პრინციპი რომელიც შეგვიძლია ყველა ზოგადი პრინციპი ყველა კონკრეტულ ჩვენი ცხოვრების ალტერნატივაში ყველა ჩვენი ცხოვრების შემთხვევა არჩევანში გავაკეთოთ და ამ პრინციპით ვიხელმძღვანელოთ რაც თუ კი ჩვენი ინტელექტს რომელიც ისე ღვთის ხატად არის მოცემული ხო ინტელექტი ღვთის ხატად მოცემული ძალა უნარჩევაა რომელიც ასევე უნდა განიღმოთ და საღვთო ინტუიციად უნდა იქცეს გამოვიყენოთ რომელიც მერტმა მოგცა ღვთის სადიდებლად ხო ამიტომ როცა გამოვიყენებთ ამ ინტელექტს და ვიყენებთ ღვთის სადიდებლად სულის საცხოვრებლად აუცილებლად გაგვეცნება გონება და გული სულისმიდის მალე თუ როგორ უნდა მოვიქცეთ გულმოწყალე სამარიტელის იგავი არა თუ მხოლოდ მოწოდება მოყვასად ყველა ადამიანის აღიარების ანუ არა დაყოფა არა ასე ვთქვათ გამორჩევა გვარტომეობრიობის ან თანამდებობის ან მისი ქონებრივი სტატუსის ან რაღაც სხვა არ ვიცი რა სტატუსების მიხედვით არამედ ყველას აღიარებისა როგორც მოყვასის და გულისხმობი რომ ადამიანთა მთელი მოდგმა არის მოყვასთა მოდგმა და ყველა ადამიანისათვის ხსნისთვის მოვიდა ქრისტე როგორც იერუსალიმიდან იერიქონს მიმავალი კაცი გაძარცვეს და დაასახიჩეს ყაჩაღებმა ასევე ადამიანის მოდგმას განდევნილს ხომ სამოთხიდან და ზეციური ცხოვრებისაგან მანკიერებებმა და ვნებებმა დააკარგვინეს ადამიანებსაც აი როგორი ბრძოლების შედეგად ქრისტემდე რომ დღეში იყო კაცობრიობა დააკარგვინეს სულიერი სიმდიდრე სულიერი უძლურება დაემართა ადამიანთა მოდგმას და შედეგად სხვა ხორციელი ალბათ დაავადებების მაგრამ უნებისაგან ნაბოძები და ღვთისაგან მიმართლებული და ქმნეს სულთ მობრძავად სულიერად როგორც მღვდელი და ლევიტელთა არის დაეხმანენ გაჭირებულებს ანუ ძველი აღთქმა ვერ შეეწია ვერაცხოვნ ძველმა აღთქმა ძველმა ადამმა რაც ვერ შეძლო ახალმა აღთქმამ და ახალმა ადამმა ქრისტემ თავისი წესჩვეულებებითა და ადათებით და ვერ გადაარჩინა ცოდებით დამთქმული ადამიანთა მოდგმა იმიტომ რომ კანონების დაცვა ძველი აღთქმის რომელიც 365 დღეს დაახლოებით ამდენი ძალიან დიდია ტანახი ძალიან დიდია ესე ქვია კანონთა კრებული დღესაც რომელსაც იუდეველები იცავენ ვერაცხოვნებს ეს კანონების დაცვა რო ადამიანს აცხოვნებდეს მაშინ ქრისტე არ მოვიდოდა
და მან რა თქმა უნდა ეს ძველი აღთქმა აღასრულა და ახალი აღთქმა მოგვცა ჩვენ. ძველი ჯული აღასრულა და ახალი აღთქმა მოგვცა ჩვენ, მაგრამ კანონების დაცვა და მექანიკური სულიერება რა ასხოვნებდეს ადამიანებს, ეს ესე ქრისტესთვის მოსვლა არ იქნებოდა, მაშინ საჭიროდა ეს არ იქნებოდა კრავი ღვთისა გამზადებული ჯერ კიდევ ქვეყნიერების შექმნამდეც. ამიტომ ძველმა აღთქმამ თავისი ვალი და თავისი დანიშნულება შეასრულა, რომელიც მომზადება იყო იესოს მოსვლისთვის, იესო ქრისტეს მოსვლისთვის, მესიის მოსვლისთვის. მაგრამ როდესაც აღივსო დრო და მოვიდა წუთი და ჟამი და ესე გადის დრო, რომ ვერც ვიგებთ, ჩქარა გადის და ღვთაებრივი განგებულებით ზეცას არსად არ ეჩქარება, ჩვენ გვეჩქარება ხოლმე, მაგრამ მაინც ისე მიდის, რომ გძნობთ დროის ნაკადის დინებას, დროს როგორც რაღაც კიდევ დამატებითი განზომილება, როგორც ღვთისქმნილება, დრო, რომელიც ღვთისქმნილება, რომელიც ღვთაებრივი თვისებებით არის ასევე დაჯილდოებული, დროსაც თავის პარამეტრებია ყველანაირი, ხო? და დროის ფიზიკა ცალკე არსებობს და ეს დიდი თემაა, ამასაც ჩავხმავლებ, მაგრამ სოდვით დაანთქმული ადამიანთა მოდგმა ძველმა აღთქმამ ვერ აცხოვნა, მაგრამ როგორც სამარიტელმა შეიცოდა მომაკვდავი და ჭრილობები გადაუხვია და უმკურნალა, სასტუმროში მიუჩინა ბინა, ფული გადაუხადა და სასტუმროს მეპატრონეს და დაფიდა დამატებით კიდევ ანაზღაურებას. ასევე იესო ქრისტემ, რომელსაც მტრები დაძდებდნენ მოსაკლავად, გახსოვთ ხომ? სულ გამოჭერაზე ეყრის, სულ რაღაც ხაფანგებს, მენტალურ, ემოციონალურ თუ ფიზიკურ, ყველანაირ ხაფანგებს უგებდნენ ქრისტეს, რომელდანაც იქ სულ გადიოდა. სანამ ნეფსი თვისით არ აღვიდა ჯვარზე. იმიტომ რომ ის რაც უფალმა შეკრა, ვერავინ ვერ გახსნის და ის რაც უფალი ხსნის, რასაც იმას ვერავინ ვერ შეკრავს. ღმერთს ვერავინ ვერ აღუდგება წინ. მისი განგებულება გარდაუვალია, მისი ნება. არანაირი ნება სხვა უფლის ნებაზე მეტი, ბედი, რაღაც საკრალური თუ როკი თუ მითოლოგიური სხვა პარამეტრები არ არსებობს, რაღაც სხვა ძალა, რომელიც აუქმებს სიკეთის და ბოროტების კეთებას. და ბედი და ფატალიზმი თუ არსებობს, აზრი არ აქვს თავისუფალ ნებას და არც აზრი არ აქვს არც სიკეთის და არც ბოროტების არჩევანის გაკეთებას, იმიტომ რომ მაინც რაც იქნება თუ ის იქნება, რაღაც ძალა ყოფილა, რომელიც ღვთის ნებაზე მაღლა ყოფილა და აზრი არ აქვს, რაცაც არ გააკეთებ, მაინც ის იქნება. ეს ხომ აბსურდი და მკრეხელობაა. ამიტომ ღვთის ნება, რომელიც სიკეთეა, მხოლოდ და სიკეთე, თანაგრძნობა, კაცთმოყვარეობა, სალბუნი, კურნალი, სულიერი და ემოციონალური თუ ხორციელი ავანტყოფობების კურნალობა და განელება მათ და განწმენდა თავის წმინდა სისხლითა და ხორცით, რომელსაც იგი გვაზიარებს და შეეხება რა ბაგეთა ჩვენთა უჯულებათა ჩვენთა მოგვიტევებს და ცოლთა ჩვენთა განსმენს. ხომ? აი ეს მოუბანა ადამიანებს სოდვის წყლულებანი, სოდვის უძლურება და სოდვის ნაიარები. აი ესე გააკეთა ქრისტემ და ეს არის ის სამარიტელი, ის არის ის ახალი ადამი, აქაც განასახიერებს. ყველა ჩვენთაგანიც მას უნდა მიემსგავსოს მადლით, ზუსტად განგრთობა, სხვა არაფერი არ აქვს, არამედ ქრისტესადმი მადლით მიმსგავსება, რასაც ყველას გისურვებთ. და მოგონა სოდის სკოლები შეიყვანა იგი თავის წმინდა ეკლესიაში ჩვენ მოგვიყვანა ღვთისნებით. მან აგვირჩია ჩვენ, მან გამოგვირჩია ჩვენ ჯერ და მერე ჩვენ გამოვირჩიეთ ის, ჯერ მან გამოგვირჩია, ის ყოველთვის ასწრებს, რომ ყოველგან აქვს, ყოველსავე აღავსებს და ყოველივე იცის მან. მან შევიყვარა ჯერ ჩვენ და მერე შევიყვარეთ ის ჩვენ. ჯერ ის მიყვარს და იმიტომ გვიყვარს მერე, სხვა რამ კიდე ყველაფერი, იმიტომ რომ პრინციპი გვიყვარს ჯერ და მერე შედეგად გვიყვარს სხვა რამ კიდევ. და მოგვცა ახალი აღთქმა. სახელმძღვანელოდ წმინდა ახალი აღთქმის წერილი. რა თქმა უნდა, ძველი აღთქმა წმინდა წერილია, მთლიანად ბიბლია, მაგრამ განსაკუთრებით ჩვენთვის ახალი აღთქმა. სახელმძღვანელოდ ცხოვრებაში. და ამაშიც გულმოდგინე ღვთაებრივი, მამობრივი მოწყალება და მზრუნველობა იგულისხმება. და დააკვირდა კიდევ რას? მარადიულ ცხოვრებას, რომელიც აქ მიწაზე იწყება. აი მეტი რა უნდა გააკეთოს და თავისთვის დაასდვა. შესწირა თავისთვის ჯვარზე, ხო? ჯვარს მასუხებთ თაყვანს ჩვენ. იმიტომ რომ ის გამოსახავს ჩვენი გამოხსნის იარაღს, საკრალურ, მისტიკურ იარაღს, რომელმაც
გახსნა ჯოჯოხეთის კლიტა და გახსნა სამოთხის კარი ჩვენთვის და ჯოჯოხეთის კლიტა დაკეტა უბრალოდ და სამოთხის კარი გახსნა და ადამიანს ფატალურად არ ემუქრება ჯოჯოხეთის წასვლა თუ იგი ღვთისნებით ქრისტეს ცნობით იცხოვრებს იგი აღარ ემორჩილება ბრმა ფატალიზმს ჯოჯოხეთის თური რეალობისა და იქაც კიდევ სხვა გრადაციებია ყველა ერთნაირ ტანჯვაში არ მიდიოდა ეს კიდე დიდი თემაა არამედ იგი სამოთხის რეალობას ჭიდავს უკვე აქ მისაზე რომელიც როგორც პავლე მოციქული ამბობს არც გონებაში მოსვლია ჯერ ადამიანს არც გულში არც და ასე შემდეგ საერთოდ შეიძლება რაღაცას მიამსგავსო მაგრამ გავს მაგრამ ის არ არის რაც ჩვენ გონია გავს მაგრამ ის არ არის ამიტომ ყველა სამის წინა შეძნება ხილვა სულიერი ნათელხილვა სულიერი ღვთისმეტყველური ინტუიცია გქონია მეტნაკლებად სულიწმინდით ხომ ადამიანები ვარ და მონათულ ადამიანს შვიდი შეეძლება სულიწმინდის რაც ხანაყოფად გარდაიქმნება და ეს ნაყოფები აშნავს ადამიანს ამის შეგრძნებას აბა მაშინ რას ვაკეთებ თუ არ იღებ მალს არაფერი შეგრძნება არ აქვს და ვერაფერს ვერ გზნობ და ვერაფერს ვერ ჭრებ და ვერაფერს ვერ გაიაზრებ და განიხილავ მაშინ რაღა ყოფილა რისთვის იღებ მალს თუ სიკეთეს ვერ տեսავ და კურნალო განიკურნე შენი თავი სულ მუდამ ამ მდგომარეობაში ხარ მაშინ ისევ ძველ აღქმაში ყოფილხარ ამიტომ პირიქით მადლობა ღმერთს უნდა შეჭირო რომ ის ნუგეში შეიძლება ხანგრძლივი ინტერვალით არ მოგეცეს მაგრამ მცირედი წინსვლის ნუგეში რომელიც გვეძლევა ჩვენ ამ ცხოვრებაში დიდი სტიმულია და ინტენციაა ჩვენთვის რომ ჩვენ არ დავყავოთ ფარხმალი არამედ როგორც პავლე მოციქული ამბობს სულიერი შეიარაღება სულიერი აღჭურვილობა ვიქონიოთ და აღვიმოსოთ რითიც წარმატებით გადავლახავთ ყველა დაბრძოლებას რაც არის გზის გახსნა აი ეს მინდა გისურვოთ და მინდა რომ აი ეს სწავლება სიყვარულის თესვაზე სწავლება იმაზე რასაც ქვია კაცმოყვარეობა სიკეთის თესვა პატიება სიფრთხილე, სიბრძნე, უმანკოება, მორჩილება, რომლითაც ყველა დაბრძოლებას აუვლის ადამიანი და ყველა ხაფანგს ჭარს თუ ბადეს, რომელიც აქ ხილული თუ განსაკუთრებით უხილავის სახით არის და უნდა დაგვეუბნდეს, რომ უამრავი უხილავი ის რაც ადრე არ იყო დღეს ის უხილავი ბრძოლები უფრო გააქტიურდა. მით უმეტეს დღევანდელ დროს. აძლევს საშუალებას იმისა, რომ გადალახოს ადამიანმა წარმატებით, აუვაროს გვერდი, გახსნელი გზა დაინახოს და მას მიყვეს. ვიწრო, მაგრამ მაცხოვრებელი, რომელიც ცხოვრებისაგან მიდის. მადლობა ჩვენს იესო ქრისტეს იყოს თქვენ ყოველთა თანა.